მრავალი პარტია დაბადებული აფხაზეთში, გულრიფშის რაიონი, ქვემო ფშავი. ვარ პედაგოგი, დავამთავრე სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი. მუშაობდი ზემო ფშავში, მასწავლებლად. ომის დაწყების წინ არავინ არ ელოდა, რომ ომი ასე დამთავრდებოდა, რომ წამოსასვლელი გვექნებოდა დავტოვებდით აფხაზეთს, მაგრამ მოხდა ისე, რომ უნდა წამოსულიყავით. უფრო სწორად მე არ ვიყავი იქ, ბათუმში ვიყავი და ჩემი მშობლები და ძმა და დედმამა იყვნენ იქ. და დედა წამოვიდნენ გემით, უკრაინის გემით, ხოლო მამა და ძმა სვანეთით აპირებდნენ გადმოსვლას, მამამ სვანეთამდე მოაცელა ჩემი ძმა, ვილიქსით იყვნენ და სვანეთამდე რომ მივიდნენ, მამაჩემ მოუთხრა, რომ რაღაცა დამრჩა და უცილებლად დააბრუნდეო. სინამდვილეში დაბრუნებას არც აპირებდა. ვერ შეელია ოჯახს, როგორც ყველას, მამაჩემსაც ეგონა, რომ 3-4 დღეს მერე დაბრუნდებოდნენ. ამიტომ დაბრუნდა სახლში, ხოლო ჩემი ძმა სვანეთით გადმოვიდა. და ველოდით ყველა ჩემი დედა და ველოდით, რომ ორივე გადმოვიდოდა, მაგრამ მარტო ჩემმა ძმამ შემოაღო კარები. გითხრა, რომ ასე მამა უკან დაბრუნდა. ველოდით მამის დაბრუნებას, მამის ჩამოსვლას, მაგრამ ეთყობა არც აპირებდა წამოსვლას. რამდენიმე ხნის შემდეგ, სულ ვეძებდით, გვინდოდა რომ გადმოსულიყო, დავხმარებოდით, მაგრამ თავიდან არც აპირებდა და მერე უკვე გადმოსვლა არც შეიძლებოდა, ძალიან რთული იყო, მაგრამ ცხოვრობდა სახლში, ჩვენ სახლში. სირიელები აიძულებდა, რომ დაეტოვებია სახლი, მაგრამ არ დატოვა. რამდენიმე ხნის შემდეგ ღამის 2 საათზე თურმე შევიდნენ, ძალით გამოიყვანეს და სახლის უკან მოკლეს. ზოგი ამბობს, რომ თვითონ დამარხეს, ზოგი ამბობს, რომ მეზობელმა, იქ მეზობლად მცხოვრებმა ბიჭმა დამარხა. ვინმე ქობალიამ. მაგრამ ჩვენ არავინ არ იცოდა, სინამდვილეში არავინ არ იცოდა და ეძებდნენ, ყველა ეძებდა მამაჩემს, რომ არ გამოჩნდა. და მერე აფხაზმა ქალმა ნახა, იქ მცხოვრებმა ქართველის მეუღლემ ნახა მამაჩემის ჩექმები და ჯოხი. და იმით მიხვდა, რომ იქ იყო დამარხული. რამდენიმე ხნის შემდეგ ეს ქალი გადმოვიდა და მან მომიყვა, თუ სად იყო დამიხაზა, სად იყო დამარხული მამაჩემი. მიახლოებით ვიცით, თორე სინამდვილეში. მე ასე იყო. თქვენ ახსენეთ სირიელები. სირიელების მოკლეს, 5-6 ბოევიკები იყვნენ, 5-6 კაცი. რომელთაგანაც ემათგან არც ერთი კაცია მარტო დარჩენილი, ვინმე შამილი, რომელიც ცხოვრობს თოდუა დათიკოს სახლში, მეზობლად, ჩვენს მეზობლად. ხოლო დანარჩენი ყველა მოკვდა, ან თავის ავადმყოფობით გარდაეცვალა, ან მოკლეს, ან რაღაცა ასეთი რაღაცა ხდებოდა ვიცი ზღვა. და უშუალოდ მკვლელი ვინ არის, თქვენ არის? მკვლელი, 6 კაცი ერთად შევიდა და უშუალოდ ვინ მოკლა, არანაირ არ იცის ახლა ვინ, ჩვენ ვინ გვეტყვის. შეგიძლიათ გითხრათ, დაახლოებით როდის მოხდა ეს ამბავი? 93 წლის ოქტომბერში, ასე ამბობენ, ოქტომბრის თვეში. და თქვენ როდის გაიგეთ ამის შესახებ? ძალიან გვიან. იმიტომ რომ სულ ეძებდით, სად იყო და არავინ არ ამბობდა სიმართლეს, იმიტომ რომ იმათაც ეშინოდათ, ვინც შეიძლება იცოდა, იმათაც ეშინოდათ. მაგრამ ამიტომ რამდენიმე წლის მერე გვითხრეს. ეს ისტორია
თქვენ ვისგან იცით? იმ აფხაზი, ჩემი მეზობელი აფხაზი, ეთერი კვიცინიასგან ვიცი. მან მომეყვა მე და დამეხაზა ის მიახლოებით ის ადგილი, სადაც არის დამარხული მამაჩემი.